არნოლდ ფილდების ოჯახის ამ პორტრეტზე რაღაც უცნაური ხდება. რა შეიძლება იყოს ეს? ძაღლი, უცნობი ადამიანების ანარეკლი სარკეში, გამოსახულებები ქრისტეს ვნების სცენიდან, თუ ეს უცნაური ხის ფეხსაცმელები. საკმარისია გავიგოთ, რომ ამ ოჯახური პორტრეტის ავტორი იან ვან ეიკია, მაშინვე მივხვდებით, რომ არაფერი არ არის ისე, როგორც ჩანს. რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ ეს ქალბატონი ამ პორტრეტზე მიცვალებულია? ზოგადად ავტორისა და ჩვენი ფუმფულო მეგობრის ჩათვლით, ყველანი უკვე დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, თუმცა ეს არ მიგულისხმია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მაშინ, როცა ეს ნახატი იქმნებოდა, ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო. მოდით დავაკვირდეთ ჭახს. ბატონი არნოლფინის მხარეს 1 სანთელი ანთია. ქალბატონის მხარეს ჩამქრალია. სიცოცხლე მარცხნივ, გარდაცვალება მარჯვნივ. საინტერესო კონცეფციაა. და ეს სარკე უცნაური ფიგურების ანარეკლით, რომელიც ნახატზე არ ჩანს. მის ირგვლივ კი ქრისტეს ვნების სცენებია გამოსახული. და უკვე განხილული კონცეფცია ისევ მეორდება. მარცხნივ ქრისტე ცოცხალია, მარჯვნივ მკვდარი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა, მაგრამ იან ვან ეიკი პერფექციონისტ მხატვართა სიას განეკუთვნებოდა. ყველაფერი, რაც მის სტილოზე ხდება, წინასწარ კარგად ნაფიქრი და განსაზღვრულია. ქალბატონი აშკარად ორსულადაა, მაგრამ რატომ გვხვდება მაშინ სიკვდილის სიმბოლოები ასე ხშირად ნახატზე? და თუ ეს სიმბოლოები თქვენთვის საკმარისი არ არის, დააკვირდით მისტერ არნოლდ ფილდის ჩაცმულობას. რაზე მიგვანიშნებს მისი შავი ფერის ტანსაცმელი, დახვეწილ გემოვნებაზე მოდაში თუ გლოვაზე.